დამოუკიდებლად იმისა, ბიზინა ივანიშვილი ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ თუ ყოველწლიურ რეჟიმში იღებს თუ არა ინსტრუქციებს მოსკოვიდან, კრემლიდან, FSB-დან, ინსტრუქტორებისგან, ხო? დამოუკიდებლად ამისა, ჩვენ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ბიზინა ივანიშვილი რუსულ საქმეს აკეთებს. სულ რომ არ იღებდეს ინსტრუქციებს, აქ იგითხარით, საათში ერთხელ, დღეში ერთხელ, კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ თუ წელიწადში 7 ჯერ ინსტრუქციებს მოსკოვიდან, რასაც ის აკეთებს, ეს ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, ემსახურება რუსულ საქმეს, რუსული საქმეა ეს თავისთავად არის რუსული საქმე. აი მაგალითად, ჩვენ ცხოვრობთ, ასე ვამბობთ ყოველ შემთხვევაში და ბიზინა ივანიშვილიც რაღა დაგიმალოთ და ასე პოზიციონირებს, რომ ეს არის დემოკრატიული ქვეყანა. დემოკრატიული ქვეყანა ბუნებრივია გულისხმობს განსხვავებული აზრის არსებობას და ტირაჟირებასაც საზოგადოებაში ამ დემოკრატიულ ქვეყანაში. მაგრამ რანაირი დემოკრატიაა, როდესაც ბიზინა ივანიშვილის და მისი ბანდა ქართული ოცნების ოპონენტების გარკვეული ნაწილი უკვე საპატიმროშია. 55-65 პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი. აქტივისტები, რომლებიც აქციებზე მონაწილეობდნენ და რომლებსაც ვერ უმტკიცდებათ, რაც მნიშვნელოვანია, ვერ უმტკიცდებათ ორგანიზებული დანაშაული, ჯგუფური დანაშაული, დანაშაული საერთოდ, ინდივიდუალური დანაშაული, რაღაცა ვიღაცისთვის ვინმესთვის ზიანის მიყენება და ასე შემდეგ, თუ რამ უმტკიცდებათ ბრჭყალებში ცხადია, ცრუ მოწმეების მიყვარით, აი იმ მოწმეების, რომლებიც ბუნებაში არ არსებობდნენ ყოველშვაში, იქ არ იყვნენ, ბუნებაში არსებობენ, დაბადებულნი არიან, მაგრამ იქ არ იყვნენ, არაფერი არ დაუნახავთ, არაფერი არ სტკენიათ, არ დაზიანებულან, არაფერი არ შეუჩნდებიათ, არანაირი ჩვენება არ მიუციათ, მაგრამ პროკურატურამ და ზოგადად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ანუ ბანდამ ეს ადამიანები გამოჩხრიკა საიდანღაც დაარიგა მათ რა უნდა ეთქვათ და სასამართლოდან სასამართლომდე დაატარებს ადამიანებს და ეს ადამიანები ხელს ადებენ ბრალდებულებს ეჭვიტანილებს ეგრეთ წოდებულ ეჭვიტანილებს თითქოს ამ უკანასკნელთ რამე ჰქონდეთ დანაშაული რამ დანაშაული ჰქონდეთ ჩადენილი მაგრამ მე მარტო ამ ადამიანებს ანუ ანდრო ჭიჭინაძეს ორისე ცხადაზეს სხვებს და სხვებს ზიამაღლობელს ასევე სხვებს და სხვებს არ გულისხმობ უკლებლივ ყველას რომს დაუმტკიცდეს ცხადია ეს იქნება ცრუ ბრალდება და ცრუ დამტკიცება მაგრამ უკლებლივ ყველას რომ თითოეული ბადგარის მიმართ რომ არსებობდეს რამ სამხილი ეს მაინც პოლიტიკური პროცესია იმიტომ რომ მიზანმიმართულად არიან ამოღებულნი ამოკრებილნი ეს ადამიანები რომ დასაჯონ რათა სხვები არ გავიდნენ უკვე შემდგომ აქციებზე და სხვებმა არ გააპროტესტონ ქართული რუსული ოცნების პოლიტიკა თუ ამას პოლიტიკა ჰქვია საერთოდ ამ ყველაფერს ამ პირებს დაუმატეთ 8 პოლიტიკოსი პატიმარი ცალკე მიხეილ სააკაშვილი ცალკე გამოვყოთ თურნებავთ ან თურნებავთ მიხეილ სააკაშვილთან ერთად 9 პოლიტიკოსი პატიმარი სულ რომ უმტკიცდებოდეს მიხეილ სააკაშვილი დავიწყოთ რომელიმე მათგანს რამ დანაშაული დანარჩენი რა კიდე ცალკე кейსია ალბათ მაინც უნდა გამოვყოთ ხო სულ რომ უმტკიცდებოდეს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთა მართლაც უკანონოდ გადმოვიდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩემი აზრით შეცდა მეთქი მაგრამ ეხლა ჩემს აზრს არ აქვს მნიშვნელობა და მის წინააღმდეგ ახლა რაღაც რამდენიმე კრიტიკული სიტყვის თქმას რასაკვირველია არა შეცდა მაგრამ დანაშაულიც არის ორდინალურ ვითარებაში სისხლის სამართლის ეგრა მაგის პასუხია ბარემ ხაგეთქვით მაგრამ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური შეფერილობა როგორც ასეთი ბიზინა ივანიშვილს რა გინდა რა მიზეზით ნებისმიერი პრიჩინით საბაბით უნდა მიხეილ სააკაშვილის დაჭერა და მიხეილ სააკაშვილზე ძალადობა და მიხეილ სააკაშვილის გატეხვა და მესამე პრეზიდენტის ციხეში გამომწყდება და მიხეილ სააკაშვილისთვის მესამე პრეზიდენტისათვის მაქსიმალურად დიდი ვადის საპატიმრო ვადის შეფარდება და აკი ამ პროცესში ვართ კიდეც. ამიტომ ერთს დააშავებდა ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ მიხეილ სააკაშვილი თუ შვიდს მართლა დააშავებდა თუ არა როგორც კი მოიხელთებდა ხო ბიზინა ივანიშვილი ხისიერად დააკავებდა და ყველაფერს გააკეთებდა არა მხოლოდ იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილი ერთი დღით ორი დღით ან ერთი წლით გამოეკეტა არამედ ციხეში არამედ სამაგალითოდ დაესაჯა პირი რომელსაც შეგვიძლია ვაკრიტიკოთ ბევრი პირი რომელმაც თავის დროზე 2008 წელს გაუწია წინააღმდეგობა ბიზინა ივანიშვილისთვის საყვარელ რუსეთს და
ბიზინა ივანიშვილისთვის რუსეთი არა მხოლოდ საყვარელი, არამედ მისი რადნია, მისი სამშობლოა, მისი ქვეყანა, მასთან აქვს იდენტობა, ხო? იდენტობა რუსული აქვს, რუსულ საბოკური აქვს ბიზინა ბორია ბანდიტ ივანიშვილს. ამიტომ მიშას კი არ ვიცავ, უბრალოდ ობიექტურად ხსნი მიშას თავგადასავალის ამ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პირები გამოქანდებიან და კანონს პირობითად 258 ემუხლის 25 ქვენაწილი სისხლის რა ქვია საზღვრის უკანონო კვეთა აიწერია ნახეთ და რა უნდა უთხრა ხო წერია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია ისევე როგორც დანარჩენი 8 პოლიტიკოსი პატიმრისა. დაპატიმრებულნი არიან ტიპები, პირები, იმიტომ რომ უკანონო პარლამენტის, უკანონო კომისიაზე არ გამოცხადდნენ, რომელსაც იმ თავითვე ჰქონდა ჩაფიქრებული პოლიტიკური რეპრესიები ოპონენტების ხელისუფლების, ოპონენტების ხელისუფლებას წოდებული ბანდის, ოპონენტების წინააღმდეგ და ხაზარაძე ბიზნესმენი, ჯაფარიძე ბიზნესმენი, პოლიტიკოსი გვარამია, პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე, ხაზარაძეს ბიზნესმენი კი არა, პოლიტიკოსია ახლა უკვე ხო ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე და ასე შემდეგ და გივით არგამაძე, რომელიც ოდნავ გაპასიურებული იყო და კიდევ უფრო გაპასიურებული ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირა რომ სამაგალითო ყოფილიყო ეს ყველასთვის ჩვენ ყველას დავიჭერთ, ჩვენ ყველას გავანადგურებთ. მოკლედ ეს ყველაფერი და კიდევ უამრავი რამე, შეტევები არასამთავრობო ორგანიზაციებზე, შეტევა მედიაზე, შეტევა ინდივიდებზე, შეტევა პროტესტზე, მედიის კონტროლი, სახელმწიფო მედიას გულისხმობ, ტროლბოტების არსებობა, საგარეო კურსი, რომელიც აირჩია დე-ფაქტო ხელისუფლებამ ბანდიტ ირაკლი კობახიძის თაოსნობით, ანუ ბიზინა ივანიშვილმა რეალურად არჩევინად უგნებავთ ასე ვიტყვი რუსეთმა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. გაგიჟდა ბიზინა ივანიშვილი თუ არ გაგიჟდა. ორდინალურ ქმედებებს კი არა, საზრისიან, აი გაცნობიერებულ ქმედებებს მიმართავს ნაბიჯებს დგამს თუ არ დგამს დამოუკიდებლად ამისა ეს ყველაფერი არის რუსული საქმე. მეთქი ამის თქმას ვცდილობ ბოლო 7 წუთზე მეტია. ახლა ერთი დასტური ან ერთი თვალსაჩინოება რა არის? ბიზინა ივანიშვილს ძალიან უნდა შემდეგი რამ, რუსეთს უნდა შემდეგი რამ, რომ საქართველოს აღარ იყოს ქვეყანა. საქართველოს იყოს ოდენ ტერიტორია. ჩამოვიდა რუსი, ჭამა ელარჯი, დალია ღვინო, წაეთრა. ჩამოვიდა რუსი, ჭამა ხაჭაპური, ხინკალი, დალია ღვინო, წაეთრა. აქ იტინგიცა, ბათუმი აიღო, ქუთაისი აიღო, თბილისის ცენტრი აიღო, თბილისის პერიფერია გარეუბანი აიღო. მნიშვნელობა არ აქვს. მის ქალაქად, მის ქვეყნად, მის ბოსტნად უნდა იქცეს ეს ქვეყანად წოდებული თუ ასე იქნება. მართლაც და ოპონენტი, კრიტიკოსი არ უნდა იყოს. აი მაგალითად, რაგვარი იყო ის ლავროვის შვილი, ხო? ჩამოვიდა სადღაც კახეთში იქეიფა, იქ მივარდით სუყელანი და გავაპროტესტეთ და ვთქვით, რომ ყველანი ბევრი მივიდა და თქვა, რომ როგორ შეიძლება ლავროვი, კალანტაროვი, ეგ იმპერიალისტი, საზიზღარი ტიპი, როგორ შეიძლება მისი შვილი ასე ტინგიცობდეს. ბიზინა ივანიშვილის ეს არის უხერხული ამბავი. ბიზინა იშვილი მოსკოვს უნდა უთხრას, რომ აქ с душой принимаем российское гостей из России. Бит უფრო ლავროვის საგარეო საქმეთა მინისტრის ესოდენ ძლევამოსილი პირის შვილს ანანაი პრობლემა არ ექნება მისი სტუმრები კარგად, როგორც საკუთარ სახლში ისე გზნობენ თავს, იქ ელარჯს უწელავენ, მათ და ღვინოს უსხავენ, ბოდიშსაც უხდიან და თავსაც ევლებიან იმ სასტუმროში, სადაც იყო, არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს. ბიზინა ივანიშვილმა ეს უნდა უთხრას თავის ნაჩალნიკებს. ხო და ადამიანები, რომლებმაც იქ პროტესტეს ლავროვის შვილის იქ ყოფნა, ან პოზნერის ყოფნა, ან გავრილოვის ამბავი გააპროტესტეს ჩაასკუპება მისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ან სხვა რუსული ქმედებები, აი რაღაც ისინი რო შემოდიოდნენ ხოლმე ყოველ 9 მაისს რა ერქვა რაღაც პოლკ რაღაც всероссийский полк კი არა, всероссийский არ ერქვა, რაღაცა პოლკ, ხო? და ასე შემდეგ ეს ბაიკერები რო იყვნენ და 9 მაისს მანამდე აი 2022 წლამდე 21-ში 19-ში და ასე შემდეგ. ხო ამას რო აპროტესტებდნენ ადამიანები. რა ერქვა პოლკ, აღვიდა პოლკ, ნახავ. ხო, ბოდიში თან პარალელურად ნახავ. ბიზინა ივანიშვილს უნდა რა, ბიზინა ივანიშვილი არის ანგარიშვალდებული რა მოსკოვთან, კაკუი პოლკი ხომ ნახავთ რუსულად აკვირფოთ. პოლკ ესე პოლკ ცივატა ემაია ესე გავაკეთება, რა ვქიათ? ბესმერტნი, ესე უკდავ პოლკი, ხო, რაზმი. ხო, ამას რო აპროტესტებდნენ, ბიზინა ივანიშვილს არ უნდა რომ ვინმემ გააპროტესტოს. ამიტომ ყველა ინდივიდი გადაღებული კამერებზე დაფიქსირებული, დაიდენტიფიცირებული, ხო, ყველაფერი იცია ჩვენ შესახებ, ესენი ნელ-ნელა უნდა ჩაკვდნენ, ვინცაც ვერ მოერევიან, ისინი
უნდა გაჩუმდნენ, ვინც გაჩუმდება მათი ნაწილი უნდა მოიმხრონ, ვისაც ვერ მოიმხრობენ უნდა გააქციონ და ყველა სფერო უნდა იყოს. უნდა იყოს მარტო პოზიტივი, მარტო იმედი, მარტო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბუნებრივია ლავროვის შვილის ამბავს არათუ არ გააშუქებს, რამეთ პირიქით გააშუქებს და იტყვის ეს რა მაგარი რამე ხდება, თვით მინისტრის შვილი აქ კეიფობს თავის ბოზ სტუმრებთან ერთად. ივანიშვილს ეს არ უნდა, დაპროტესტება არ უნდა. ეხლა პოლიტიკოსებს ხომ მიადგა, აი 50-55 პირი ხო დაპატიმრებული ყავს. კონკრეტული ინდივიდები, ზვიადრატიანი, ბზია ამაღლობელი ხო ესე ამოკრეა და ხო სასტიკია მათ მიმართ, ზვიადის მიმართ იქნება სასტიკი, ზიას მიმართ უკვე სასტიკია და ამასობაში გადაწყვეტილება მიიღო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებთან მიმართებაშიც ისედაც მიიღო ჯოჯოხეთური რუსული კანონები, ისინი დამატებით შეზღუდოს. დამატებითი რეპრესიული მანქანა ამოქმედოს მათ მიმართ და ესეც რუსული პოლიტიკაა, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კვალიფიციურმა პირებმა არ უნდა დაწერონ დასკვნები. არ უნდა გააკრიტიკონ ხელისუფლება. არ უნდა გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ პროგრამები, რომლებთაც მიმართავდნენ უცხოელებს პარტიორები, პროგრამებში და პროექტებში უხდიდნენ თანხას და არა სხვა რამეში ბარემ ვიტყვი და ასე შემდეგ. ამას კიდევ გავიმეორებ. და ასე შემდეგ და არასამთავრობო ორგანიზაციები საბოლოოდ კისერბოსაგრეხია. ისინი შიმშილით არასწორი სიტყვაა შეიძლება, მაგრამ მაინც უკვე ქუჩაში უნდა იყვნენ და ბევრი მათგანის ლიდერი უნდა დაიჭირონ მეთქი. ეხლა დაჭერის კანდიდატებზეც ვიტყვი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არა, ჩემი ანალიზით 3-4-5 ადამიანი არის დაჭერის კანდიდატი 2-3 მათგანს მაგალითად ვიტყვი. ერთ-ერთი არის ჩემი მოსაზრებით ეკა გიგაურს ადრე თუ გვიან მიადგებიან და ეტყვიან რომ შენ აფინანსებდი, ეს უკვე უთხრეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, თიაი არ არის თუ არ ვწდები გადავამოწმებ, მისი ორგანიზაცია მათ შორის, შენ აფინანსებდი ამ აქციებს, რომლებიც იყო ძალადობრივი. რაღაი შენ აფინანსებდი? ესე იგი უცხოელი პარტნიორები იყვნენ დაინტერესებულნი იმით, რომ საქართველოში მომხდარიყო გადატრიალება, რაც არ უნდა მომხდარიყო და არავინ არ აპირებდა გადატრიალებას, ბარემ ვიტყვი, შენ დაგადეთ ხელბორკილი. მეორე, მისი ორგანიზაცია უკვე და ნამდვილად მოხვდა ამ რეპრესირებულთა სიაში დღეს დაუყადაღეს ანგარიშები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და ჩავიკითხა პროკურატურის განცხადება, სასამართლოს ძალი დაუყადაღეს. გიორგი კლდიაშვილი დღეს იქნება ჩემი სტუმარი იქნება გიორგი კლდიაშვილი. ეს არის IDF-ის დამფუძნებელი. მას ამას წინათ მიედავნენ აბსოლუტურ აბსურდში, რომ მას რუსი პარტნიორები ყავს ტყუილი იმ ბიზნესში, რომელიც მას აქვს გიორგის. მას ყავს უცხოელი და ქართველი პარტნიორები და ძალიან კარგი ბიზნესი გამართა მან კახეთში, სასტუმრო ბიზნეს გულისხმობ. ხო, მაგრამ აგორებულია კამპანია და მისი ანგარიშებიც დააყადაღეს და სწორედ ამაში ედავებიან ორგანიზაციას და მიედავებიან უშუალოდ გიორგი კლდიაშვილს უკვე შემდგომ და გარკვეული ალბათობით ხელბორკილებსაც დაადებენ, რომ შენ აფინანსებდი აქტივისტებს, რომლებიც ისროდნენ პიროტექნიკას, შესაბამისად იმაში აფინანსებდი, იმის გამო აფინანსებდი, რომ მათ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ანარეულობა გამოეწვიათ ქვეყანაში, შენ დონორები ხო ისედაც ჩავჩეხეთ, ეხლა შენ საერთოდ ხელბორკილებს გადებთ. ბაია პატარაია, საფარის ხელმძღვანელი, ამ პირსაც დაახლოებით ან მეტნაკლებად იგივე ბრალდებით, ჩემი ანალიზით ეს არის მინიმუმ, კვლავ ვიმეორებ, ამ ადამიანებს დაადებენ ხელბორკილს. არ დაადებენ, ამათ დაადებენ სხვებს, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს სჭირდება არა მხოლოდ 65 უკვე არსებული, არამედ კიდევ 65 უხეშად ან 17 ან 47 პოლიტპატიმარი დამატებით, რომ გადატეხოს ყველა. ბიზინა ივანიშვილს გონია, რომ 300 კაცის პრობლემაა ამ ქვეყანაში, 300 კაცი თუ იქნება გაჩუმებული, ბორკილდადებული, ციხეში გაშვებული, ბრალდადებული და ასე შემდეგ, დანარჩენი 30,000 თუ 300,000 კაცი ავტომატურად გაჩუმდება. ამის შემდგომ ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად რუსეთის კარდახით თუ კარდახის გარეშე, ნებისმიერ საქმეში რუსული საქმეა, ნებისმიერ შემთხვევაში რუსული საქმეა ეს, გააკეთებს შემდეგ რამეს, არ ვიტყვი საკუთარ თავზე, ვერ გავკადნიერდები და არ ვისაუბრებ, ხო? თან თუ გდებავთ ვიტყვი რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ჩემს კოლეგებს ფორმულადან, ჩემს კოლეგებს TV პირველიდან და ონლაინ მედიების წარმომადგენლებს, რომლებიც არაჩვეულებრივი არიან და ერთმანეთზე უკეთესები არიან, ყველას რასაკვირველი არა, მაგრამ პაკაზაწელნა დაადებს ხელბორკილებს, მიედავება, არ დავასახელებ ამ შემთხვევაში გვარებს, ხო თქვენ ისნებართვით. ან დავასახელებ რა მნიშვნელობა აქვს. იტყვის მაგალითად, რომ აი ვახოსთან ბოდიში ვახოსანაია დაპატიმრებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ვახოსანაია ეთერში თქვა ეს, ან ქნა ის. ხო,
მოგონი ლიბერალდებებია ყველაფერი, ოღონდ არაფერი საფუძველი, ხო, საძირკველი, საფუძველი, ნიადაგი ამ ყველაფერს არ აქვს, მაგრამ ბიზნე ივანიშვილს სჭირდება მაგალითისთვის ვლაპარაკობ, ხო, სანაია პირობითად, ან არ ვიცი, ნამდვილობა აქვს. ხო, ყველა ის, რომელიც მას ნერვებს უშლის, საპატიმროში. რომ დანარჩენები გაჩუმდნენ. აი, გელასთან ბოდიში, მთივლიშვილთან ასევე ვახოსხობა უხადე ბოდიში, ის ონლაინ მედიის წარმომადგენელია. გელა მთივლიშვილი საპატიმროში, იმიტომ რომ გელა მთივლიშვილი იყო პირველთა შორის პირველი ხმა, ვინც იცავდა ზია ამაღლობელს და გელა მთივლიშვილი გარდა იმის, რომ ზია ამაღლობელს იცავდა და იცავს, ხო, საზოგადოებრივი სივრციდან კოლეგიალურადაც, მეგობრულადაც და ობიექტური რეალობის გათვალისწინებით გელა მთილიშვილს აქვეს არაჩვეულებრივი პროექტი თავისი მედია საშუალება ის ამბები და იქიდან გადმოსცემს ამბებს, აი შეჭირვებული ადამიანების ამბებს რეგიონებიდან, სოფლებიდან და ემის გაბაზრება ხელისუფლებას არ უნდა, მას არ უნდა, რომ საზოგადოების ფართო ფენებმა იცოდნენ, რა ხდება რომელიმე ქალაქის, პატარა ქალაქის, ჩვენ ხო პატარა ქალაქებია საბოლოო ჯამში თბილისის გარდა, ყველა რომელიმე ქალაქის რომელიმე რეგიონის, რომელიმე ყრუ სოფელში მეთქი და ასაც გელა მთილიშვილი გადმოსცემს. იქ ხანძარია ხალხ, ნუ აი რატო არ აკეთებს ხელისუფლება იმ ხანძარს რატო არ აკრობს? აი აქ შეჭირვებულები არიან, იქ ხიდი ჩაიბს გრახო, ამ ყველაფერს ყველაზე კარგად სწორედ გელა მთილიშვილი და მისი რესურსი აკეთებს. აი ამას აკეთებს ხელისუფლება წოდებული ბანდა. ეხლა რა გააკეთა? უკვე, აი დღეს რა გააკეთა? მან ყადაღადაადო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს. ეს ორგანიზაციებია, ეხლა ხაზგასმით ვამბობ, უყურეთ. ეს ორგანიზაციებია სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI, ანუ დემოკრატიის ცვლილების საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საფარი ხსენებული სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ეხლა რას ედავება, ნახეთ, თქვენო ფინანსები გქონდა თუ ანგარიშებზეო და მოლოტოვის კოქტეილებს რომ აკეთებდნენ იმ პირებსო, ხო, იმათ მიეცით ფულიო, ამათ შორის გადაუხადეთ ასე აირწინაღებისთვის მიეცითო, ციცაკის სპრეისთვის მიეცითო, ნიღბებისთვისო, სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეების, ანუ ეს GDG-ს თუ რა ქვია, მოკლედ ხარება სასტავი ჩვენ გვესწრის დემონსტრანტების მისამართ თილსვრის ამ მომწავლავ ნივთიერება ქიმიურ რაღაც საშუალებას, რომელმაც ერთხელ მომხვდა მე და კინახა მოვკვდი პირდაპირ მნიშვნელობით, შესაბამისად მე მჭირდება იმისთვის, რომ თვალები დავიცვა სათვალე და ამ სათვალეს თუ მიფინანსებს ვინმე, მაგალითად IDFI, მაგალითად ამის გამო IDFI-ს უჩერებენ, უყინავენ ანგარიშებს. ეს ერთი. მეორე. ხო, კიდევ რას ედავება, ესე იგი ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა. უყურეთ, აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისაკენ და ამბობს, რომ ამ ყველაფერში აი გაფინანსებდათ მაგალითად ლუქსემბურგის თუ ჰოლანდიის თუ შვედეთის თუ ევროკავშირის საელჩო თუ ევროკავშირის მთავრ ევროკავშირის და ადგილობრივი წარმომადგენლობა ან შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ისინი თქვენ გთხოვდნენ, რომ თქვენ ღიად მოგეწოდებინათ დაუმორჩილებლობისაკენ. ანადა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები მარტო საკუთარი ორგანიზაციების ეგიდით არ მოქმედებენ, ესე ვიტყვი. მათ შორის დაწინააღმდეგობის გაწევისაკენ მოწოდების სრული უფლება აქვთ როგორც ინდივიდებს, როგორც მოქალაქეებს. ყოველგვარი დაფინანსების ინსტრუქციის გარეშე ესენი თავად მონები შეჩვეულნი ინსტრუქციებს რუსეთიდან ფიქრობენ, ესენ ამათ თავ როგორც მონებს შეჩვეულებს ინსტრუქციებს რუსეთიდან, მოსკოვიდან გონიათ, რომ ყველაფერი კეთდება კარდახით. არა და ხსენებული პირები თუ მაინც და მაინც ამბობდნენ, რომ ისიც რა არის, მოდი გაუწიოთ წინააღმდეგობა ამ რობოკოპებს, რომლებიც ჩვენ გვკლავენ პრაქტიკულად, ხო? ეს მათი, იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ შვედეთის საელჩომ დააფინანსა. არამედ იმიტომ, რომ ეს იყო მათი სამოქალაქო პასუხისგებლობა, ინდივიდუალური პასუხისგებლობა. ეხლა ნახეთ, რას წერენ კიდევ პროკურატურა რას წერს. ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულიად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახების წევრებისათვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. დიახ, რამდენიმე ორგანიზაცია იყო მართლაც, რომლებიც დღესაც არის ეს ორგანიზაცია ინდივიდები არიან, უბრალოდ რომლებიც კრებენ ფულს. და ვინმეს თუ უჭირს დენის გადასახადი, ჯარიმა თუნდაც
გარკვეული პრობლემები აქვს, გარკვეული რაღაცა აქვს გასაგზავნი, წამლები აქვს შესაძენი, ეს ორგანიზაციები აგროვებენ ფულს ჩვენგან, აი ეს ალტრუისტულად, ჩვენი სურვილით ვუხდით ამ თანხას, ისინი მოგვიწოდებენ ან გთხოვენ და ჩვენი სურვილით ვუხდით 20 ლარს, 30 ლარს, 17 ლარს და ასე შემდეგ და ურიცხავენ ჯიბეში კი არ მიაქვთ, ურიცხავენ შეჭირვებულ ოჯახებს. და ხელისუფლებას წოდებული ბანდა ამბობს, რომ ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფა და აგროვებენ ესეთი თანხასო და ეს არის მართლსაწინააღმდეგო კანონსაწინააღმდეგო ქმედება. პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა ხდებოდა. ანუ მე რომ ვისესხე თანხა, არა ვიჩუქე თანხა, თუნდაც ესე ვიტყვი, ვინმესგან რომ ჩემი კუთვნილი 5000 ლარი გადამეხადა, ხო? ეს იმ პირის დანაშაული ყოფილა, მაჩუქა ფული, თუნდაც ჩემი მოწოდების საფუძველზე. ხსენებული ქმედებების მიზანი ერთის მხრივ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების წახალისება და მეორე მხრივ ამ ქმედებებში ჩართული პირების მფარველობა იყო. საბოლოოდ კოორდინირებულ მოქმედებას უნდა გამოეწვია სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა. ჰქვია თურმე იმას, რასაც ჩადიოდნენ ბანდიტი პოლიციელები კი არა მილიციელები, გატენილია დგებუაძის ნაირი მილიციელებით საქართველოს სამართალდამცავად წოდებული მილიცია. დიახ, მილიცია და არა პოლიცია. როდესაც სამართალდამცავი იქცევა როგორც ბანდიტი, მაგალითად წიხლს ურტყავს და გვინახავს ეს კადრი, მშვიდობიან მოქალაქეს. გახსოვთ ხო, აი წიხლს პირდაპირ მნიშვნელობით, აი წინიდან კი ურტყავს, აი ქუსლს ამოარტყავს ყბა სახის არეში. ან სცემს ჟურნალისტებს. გურამ როგავას მაგალითად თვალსაჩინოება. ან ქმედებს ძალადობრივად, აი შეათრევს მაგალითად პოლიციის კორდონში, პოლიციის სიღრმეში რომელიმე დემონსტრანტს აფურთხებს, სისხლს ასმევს და ესეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი. ანუ სცემდნენ და მე საკუთარი სისხლს ასმევდნენ. ამას უკვე სამართალდამცავი აღარ ქვია და მოქალაქე გულახდილად გეტყვით, ვალდებულია საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაუწიოს მას წინააღმდეგობა. მას ფორმიანი ბანდიტებით გამოტენა ბიძინა ივანიშვილმა პოლიციად წოდებული მილიცია, გედედეთ წოდებული სპეცრაზმი და განსაკუთრებული დეპარტამენტი, დავალებათა დეპარტამენტი, ანუ ხარებებით გამოტენა და დაანგრია მათი ერთის მხრივ ინსტიტუციური მეხსიერება, რაც თავარია მათი რეპუტაცია და მათი აღქმა საზოგადოებაში, როგორც სამართალდამცავისა. ფორმიანი ბანდიტებს რაც საკვირველია წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ. აი ახლა მე ღიად ვამბობ, ფორმიან ბანდიტებს, რომლებიც არ იქცევიან როგორც სამართალდამცავები და იქცევიან როგორც ბანდიტები, მათ შორის ლექსიკაც აქვთ ბანდიტური. ხო, აფურთხებენ მოქალაქეებს, კომუნიკაციაში შედიან მოქალაქეებთან და შეურაცხყოფას აყენებენ, რომლებიც უკანონო ბრძანებას ასრულებენ, რომლებიც რუსეთს თავიანთი ქმედებით ნებსით თუ უნებიეთ ემსახურებიან, რომლებიც ქმედებენ ისე, მე ერთხელ შემეცხა ციზაკის პრეიბელკი აკითხავით, მე ხო რეპრესირებული არა ვარ. მე ერთხელ ვიყავი თბილისი მოლთან აქციაზე და გვერდზე ამომიდგა ახალგაზრდა კაცი მილიციელი ნიღაბში, რომელმაც ისეთი შეურაცხყოფები მომაყენა, რომ მქონოდა რეაქცია, ანუ დედამაგინა, რომ მე მუჯლუგუნი მიმერტყა, ხელი ამერტყა, წინააღმდეგობა გამეწია, მე თვითონიკით შემეგინებინა და ასე შემდეგ მე გამთხუნდებოდი. მაგრამ ის მოდიოდა შეგნებულ პროვოკაციაზე, რომ მე ეს ყველაფერი გამეკეთები და ვიღაცას შედარებით მყარი ნერვები აქვს, როგორც მე, ვიღაცას მყარი ნერვები არ აქვს ამგვარ შეურაცხყოფებზე. და ის ვერ ითმენს ამგვარ შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიტყვიერ თუ ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას, ზეწოლაბ შეურაცხყოფასაც კი. და ესენი როცა არ იქცევიან როგორც სამართალდამცავები, დამოუკიდებელი ქვეყნის, ევროპული ქვეყნის სამართალდამცავები, ისინი არიან შესაბამისად საბჭოთა მილიციელები. არაფრით განსხვავებულები რუსეთის ომონისაგან, ბელარუსის ომონისაგან და ბელარუსის ომონს თუ რუსულ ომონს რაც საკვირველია წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ბელარუსში ბელარუსე, ის საზოგადოებამ და რუსეთში მოსკოვის თუ რუსეთის საზოგადოებამ და თბილისში შესაბამისად თბილისის თუ საქართველოს საზოგადოებამ. და ბიზინა ივანიშვილმა როცა მე ვამბობ, რომ ბიზინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა რუსული საქმე მეთქი, მათ შორის ეს არის დეინსტიტუციონალიზაცია. მან ისეთი სამართალდამცავ სტრუქტურად წოდებული ბანდა შექმნა აქ ამ ქვეყანაში რამდენიც არის, არ ვიცი რაოდენობა, ხო 30000 მაგალითად, ხო? ან მეტი ან ნაკლები, ყველას გულისხმობ გედედესაც და ჩვეულებრივ პოლიციელებსაც უმრავლესობას როგორც ინსტიტუციას და არ გულისხმობ
ინდივიდებს, რომლებიც აქ-იქ შეიძლება მართლაც კარგები არიან, განა არა. როდესაც ეს შექმნა ბიზინა ივანიშვილმა ამგვარი სტრუქტურა შექმნა, ეს ნიშნავს, რომ მან რუსული ყაიდის, რუსულ თარგზე მოჭრილი სტრუქტურა შექმნა, შესაბამისად ანტიევროპული და როცა ვამბობ, რომ რუსულ საქმეს აკეთებს მეთქი, ეს ავტომატურად გამოდის რუსული საქმე, დამოუკიდებლად იმისა FSB-ს, ივანოვმა, პეტროვმა თუ სიდოროვმა ესეთი დავალება მისცა თუ არა ივანიშვილს, ან ბიზინა ივანიშვილის საერთოდ შერაცხადია თუ არა. მე აღარ ვიცი ის შერაცხადია თუ არა. ეჭვი იმის თაობაზე, რომ ის არის სწორედაც რომ შეურაცხადი, აბსოლუტურად სამართლიანი და ლოგიკური ეჭვია, რამდენადაც შერაცხადი ადამიანები ამგვარ ქმედებებს. აი რასაც ეხლა ვკითხულობდი მე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გატარებულ ამ რეპრესიებს შერაცხადი ადამიანები არ აკეთებენ და ეს ბიზნეს გადაწყვეტილება. ახლა კიდევ ერთხელ მიუბრუნდები საგიხს ამ განცხადებიდან გამომდინარე, ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, ამ ქმედებებიდან გამომდინარე, რა არის შემდგომი ნაბიჯები ბიზინა ივანიშვილისა. მე როცა ვამბობ, რომ ეკა გიგაურს დააპატიმრებენ გარკვეული ალბათობით, მეთქი ეს ჩემი ფიქრია, ჩემი ეჭვია. ხო არ გამოვრიცხავ, რომ ეკა გიგაური ბაია პატარაია, ასე მაგალითად გიორგი კლდიაშვილი, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ხო, რომლებიც ჩამოვას ახალე და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები პირდაპირ მნიშვნელობით ბორკილ დადებულები ვნახოთ და უკვე შემდგომ იმისთვის რომ მოამრგვალოს ეს პროცესი ბიზინა ივანიშვილი გადავა ინდივიდუალურად ჟურნალისტებზე, პირებზე, რომლებიც მისი კრიტიკოსები არიან და რომლებიც ამბობენ შენ ხარ ბანდიტი. ბანდიტი, იმიტომ რომ საქართველოს მკვლელობით ახარ დაკავებული ჩვენ სასაკვირველია გავიმარჯვებთ. მაგრამ ეს პროცესი გამარჯვებისა ეს გზა არის რთული და ეს გზა რთული, ძნელად გასავლელი და ამასობაში ბიზინა ივანიშვილი ბევრ ლოკალურ წარმატებას მიაღწევს. განახორციელებს რა რეპრეს ჩართავს და ამოქმედებს რა ჩართული აქვს, რეპრესიული მანქანას ჩართავს და ამოქმედებს რა და გადაურჩებიან მას. გადაურჩებიან უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ მასთან გარიგებულები მეთქი ირიბად თუ პირდაპირ ან ვინც აწყობს მას ისინი გადაურჩებიან, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დროებითია, იმიტომ რომ ახლა ესეთი რამ უნდა ვთქვა. გარდაუვალია ჩვენი ამოდუღება, გარდაუვალია საქართველოს გამარჯვება და ბიზინა ივანიშვილი რაც უფრო მკაცრი და მკვეთრი იქნება ჩვენს მიმართ ჩვენს წინააღმდეგ, ვით უფრო მკაცრად და მკვეთრად დაიჯება ის არა მხოლოდ ის, არამედ მისი უკალებლივ ყველა მის ვერტიკალში არსებული ყველა ადამიანი დამლაგებელს რას ვერში, მაგრამ ესე უტრირებულად ვიტყვი, ბიზინადან დაწყებული მისი სახლის თუ სასახლის თუ პარტიის ოფისის დამლაგებლით დაასრულებული მეთქი არავინ არ იფიქროს რომ დამლაგებელზე ვლაპარაკობ, რაგვარიცაც არის. აბა რა უნდა ქნას და 1-2 კაპიკი თუ ლარი უნდა შეიტაროს სახლში. რასაკვირველია მე ვლაპარაკობ ასე პრინციპით, ყველა მის სახელისუფლო ბანდა ვერტიკალში ჩართული პირი, მდინარაძეები, კობახიძეები, ზარქუები, დიტო სამხარაძეები, შალვა პაპუაშვილები, წასულები, რომლებსაც გონიათ რომ გადარჩნენ, არსებულები, რომლებსაც აირჩევენ კალაძეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დაინგრევა და ვინც საპატიმროში არ მოხვდება. ვინც საპატიმროში არ მოხდება, ცხვირი არ ექნება გამოსაყოფი გარკვეული პერიოდის შემდეგ. ბიზინა ივანიშვილი ახალ რეპრესიებს იწყებს, მაგრამ ბიზინა ივანიშვილს რომც გაუვიდეს ეს ახალი რეპრესიული ტალღა, ხო ჩვენ საზოგადოებაში, საბოლოო ჯამში ბიზინა ივანიშვილი რა საკვირველია? აი ესე დანარცხდება ქვაფენილზე, რომელიც აბასთუმანში. აი ესე ნელა გავაკეთე. ქვაფენილზე, რომელიც აბასთუმნის უღრანებში აქვს, რომლითაც აქვს მოკირწყლული მისივე სასახლის ეზო.